ყველას მოგესალმებით. გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ დღეს, ბატონო, და ასევე შაბათ-კვირას კარგად დაგესვენოთ. ორშაბათი კიდე რაღაცა კარგი ახალის დასაწყისი ყოფილიყოს რა. ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს ხელშია, ჩვენსგანაც თქვათ ბევრი რამე არის თქვათ გადამწყვეტი, რომ როგორი დღე გვექნება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც შევეცადოთ, განვიწყოთ, რომ მაინც ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტი სიკეთე მოხდება, ვიდრე თქვათ ნეგატივი და რაღაცა ისეთი, რომელიც ჩვენს სულს დათრგუნავს. ესე იგი, ინტერნეტში გავრცელდა სურათები და ვიდეოც, სადაც აქაც დავდებ მე ამ ვიდეოში ამ ყველაფერს, სადაც მონაზონი ავტომატით ხელში, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატით ხელში დგას და რაღაც ვერ ვიტყვი ღვთისმიერი სახით იყურებაო, მაგრამ რაღაცა ისეთი სახე აქვს მიღებული, გეგონება ნინო კაბადოკიელის მერე ამან განვლო უფრო რაღაც ღვაწლმოსილი გზა გადაგებით და ასე შემდეგ. ეს ავტომატი არის ბოლო თქვათ მისი თქვათ გამოვლინება ხასიათის, რომ აი მებრძოლის სული და ასე შემდეგ. და მე არის რა თქმა უნდა მეუფე გიორგი ჯამდელიანის მონაწილეობით ვიდეო, მე მგონი X-ტეჩკინის ტიპის იარაღი არის, სადაც აი ეს ვეუბნება, რომ აი ესე მაღლა რაღაცა ინსტრუქტორივით რა, რომ აი როგორ უნდა ისროლო და ასე შემდეგ. ჯერ ერთიც ეხა გამახსენდა ეს თალიბი ქალები ვინც არიან, თალიბანის წევრები, ავტომატებით და იმით რა ქვია, ნიქაბით დაფარული სახით ბატონო და რაღაცას ყვირიან თავიანთ რაღაც იდება ღმერთს და ასე შემდეგ და თითქოს ღმერთი დაინტერესებული არის. ეხა ვის რომელი ტიპის ავტომატი ექნება და რამდენი ტყვია და ასე შემდეგ რა და ეს ზუსტად ეს მიმართულება, ეს არის რელიგიური თალიბანი ქრისტიანული სახით საქართველოში, რომელიც არა მარტო საქართველოში არის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, იქაც არიან. სერბეთზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს. ეს არის აი როგორ გითხრათ, საეკლესიო ვაგნერი. ვაგნერი სხვათა შორის არის ჯგუფი, კრიმინალური რა თქმა უნდა, კერძო იყო, მაგრამ მე რუსეთის მთავრობამ მიიერთა ბატონო ეს ჯგუფი. ხო და სხვათა შორის სერბეთში ეწევიან ქრისტიანულ რაღაცა ან თავისებურ მიმართულებებს და თან რა თქმა უნდა წვრთნებიც აქვთ. რაღაცისთვის ემზადებიან. ეს ამას ევროპა მიხედავს, ამას არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ ისე თქვათ, ვისაც თქვათ იმის იმედი აქვს, რომ სერბეთი კიდე გაამეორებს თქვათ პროვოკაციას და ასე შემდეგ, რაღაცა კიდე იზავს ისეც რაც არ უნდა ჩაიდინოს წესით ქრისტიანმა. ისე გავახსენებ უბრალოდ, რომ საფრანგეთის არმია მზად არის. თუ რამე რა. თავიანთი უცხოური ლეგიონებითაც და ისეც. ხო და ეხლა თემაზე რო არ გადავიდეთ, საქართველოში ზუსტად ეგრე არის რა. რუსეთშიც ბატონო არის ეპისკოპოსები მაგალითად, რომელიც აი ავტომატით, სროლით, აი მაგალითად უკრაინის ომში მაგალითად გამოჩნდა, რომ ეხლა იქ რამდენად მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ეს მე არ ვიცი. მაგრამ სურათები არის და ვიდეოები, სადაც მაგალითად იმას რა ქვია, კალაშნიკოვს ბატონო ისვრის ეპისკოპოსი. იქაც არიან რა ესეთი ადამიანები, ვისაც უხრის თავში რა და ერთადერთი, ეს მომენტი რო შეიცვალოს და გამოსწორდეს მდგომარეობა, მე ვერ ვხედავ ამას, რომ ეს იურიდიულად მოგვარდება. მთავრობა ვერაფერს ვერ მოთხოვს ამათ, იმიტომ რომ კომპრომატირება ორივე მხრიდან ხდება, მთავრობიდანაც და ამათი მხრიდანაც. ამაც ალაპარაკო, ამათაც აქვს რა. მაგრამ აი მეუფე გიორგის მაგალითად პასუხს ვერავინ ვერ მოთხოვს. მე დარწმუნებული ვარ, კაცსაც რო ესროლოს, მაგასაც ვერავინ ვერ მოთხოვს რა, იმიტომ რომ მე ალაპარაკდება იმ თემებზე, რაც საქართველოს ეკლესიაში დახურული არის რა. ჯერჯერობით ცდილობენ რომ დახურული იყოს. ხო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვიღაცას, ვისაც პრობლემა დააქვს, ვისაც აწუხებს. ერთადერთ გამოსავალს მე იურისდიქციაში ვერ ვხედავ, იურიდიულად ამათ პასუხს ვერ მოთხოვ. ჟულის კანონი გაუქმებულია ბატონო საქართველოს ეკლესიაში, საერთოდ არ მოქმედებს ვიღაცა აი რაღაცა მანძუგია სასულიერო პირებზე რა, რომელსაც მაგალითად თავისივე მრევლის გადაულის თუ რამეა რა, მაგრამ აი საჩვენებლად დასჯიან ვიღაცას, რომ აი ხედავთ ჩვენ ვიღაცა დავსაჯეთ და რაღაცა. ერთადერთი კუთხით, არც იურიდიული, არც საეკლესიო კუთხით მე ამ გამოსავალს ვერ ხედავ. ერთადერთ გამოსავალს ხედავ, რა სამყაროც არის დღეს საქართველოს ეკლესიაში, ერთადერთი კაცი, რომელიც მოაგვარებს ამ თემას
და გამოსწორდება და გადარჩენის პირასწავა საქართველოს ეკლესია ეს არის შაქრო მალადოი. ვისაც გაქვთ თქვა ნომერი, კონტაქტი გაქვთ ამ ადამიანთან, წერილობით, თუ გინდა დალაპარაკებითაც, თუ გინდა ისე, დაუკავშირდით ამ ადამიანს და მოთხოვეთ, რომ საქართველოს ეკლესიას სჭირდება გადარჩენა. ერთადერთი იმედი, რომელიც დღეს მე რასაც უყურებ სიტუაციას, რომ საქმის გარჩევები, იქ ავტომატები, იმით რა ქვია, პისტოლეტით სროლები და ესეთ ჩაცხრილობები და ესეთი რაღაცეები და არის მამაოები კიდე რომელიც იძახის ნაკურთხი ტყვიები მაქვს ნასროლიო და რაღაცა ესეთი ფსიქოლოგიური ავადმყოფებიც არიან რა. აი მე გეუბნებით, შაქრო მალადოი ეს არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც საქართველოს ეკლესიაში დაალაგებს სიტუაციას. სხვა დანარჩენზე დრო არ დაკარგვეთ. დამიჯერეთ რა. დაუკავშირდით ამ ადამიანს და მოთხოვეთ, მოუყევით საქართველოს ეკლესიის ისტორია ბატონო, საიდან მოვდივართ, რა მოხდა, ასურელი მამები ბატონო, იქ რაღაცა წმინდანინოთ ჩართეთ, რაღაც ვახტანგ გორგასალი, მე რა რო სპარსი იყო, მაინც ჩაამატეთ ეს რო იქ გამოჩნდეს ყველაფერი და აუხსენეთ ამ კაც მდგომარეობა, რომ ქვეყანას ჭირდება ეკლესია და ამიტომ დაეხმარეთ და რაღაცა 1 საათი რო გამოყოს უბრალოდ დაელაპარაკოს ამათ აუხსნას. ხო და ამ ყველაფრით მე ვფიქრობ, რომ მოგვარდება და გადარჩება საქართველოს ეკლესია რა. თქვენ ახლა ვიდეოს უყურეთ, ვისაც ნანახი არ აქვს რა თქმა უნდა. და მე კიდე რავი, ხვალზე შევხვდებით რა. აბა დროებით და აუცილებლად შეეხმიანეთ ამ ადამიანს, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩეს. წარმატებას გისურვებთ მეგობრებო და დროებით.